ხომარა ხმა ხომისა. ვიღაც არის იმანება ხალხს ყველას ეს შემოგვიძაებისთვის. დავიწყოთ პირდაპირში გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა ხალხს ყველას მოწანებისთვის, ხალხაშერისთვის. მოგესალმებით. ხელნაწერებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ცოტა ახალ პრობლემები საკითხები. და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხელნაწერების სამეცნიერო საბჭო და ხელნაწერების თანამშრომლებმა მიღებული მართვის ფორმა და გასცემთ ეს მართვის ფორმა და მიღებულ საზოგადოებას ხელისუფლებას. ხელნაწერების ცენტრის თანამშრომლებთან მართვა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოებისა. ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერების ცენტრის შორის წარმოიქმნა უთანხმოება რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ აღსანიშნავია, ხელნაწერების ცენტრის სამომავლო აღსაყოფელი ცენტრის არაადეკვატურად მცირე ბიუჯეტი და თანამშრომელთა დაბალი განასხვავება ხელნაწერების ცენტრიდან ლაილაშის ინდივიდის შესაძლო გატანა. ეს უკანასკნელი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა მხოლოდ თავობის საგანმანათლებლო კაცალების შემოქმედება. მიუხედავად ჩვენი დიდი მოლოდინისა, რომ ცენტრისა და სამინისტროს შორის წარმოქმნილი პრობლემები მოგაგებოდა დიალოგისა და ურთიერთშეთანხმების გზით, სამინისტრომ აირჩია არსებული საკითხების გადაწყვეტის ასეთი გზა, გამოცვალსა და კონკურსი ხელნაწერების ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხისი და შეუსაბამო მიდგომა ეწინააღმდეგება ხელნაწერების ცენტრის როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი დაწესებულების საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპს. უბუდება მხოლოდ ცენტრის როგორც სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების ინტერესებს, ამავდროულად ხელნაწერების ცენტრის თანამშრომელთა უფლებას მონაწილეობა მიიღონ დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ფიქრობ, არსებული პრობლემების გადაწყვეტის ამგვარი არაადეკვატური მიდგომა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხაზგასმით სულს აღნიშნოთ, რომ ხელნაწერების ცენტრის თანამშრომლები მინიმალური მხარდაჭერის პირობებში წლების განმავლობაში უმკლავდებოდნენ ცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებს და სამომავლოდაც ერთსულოვნად გააგრძელებენ ხელნაწერების მემკვიდრეობის ინტერესების გასვლას. მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას მეცნიერების ხელშეწყობის განსხვავებული პოლიტიკის გათვალისწინებით შეაფასოს ხელნაწერების ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნული პრობლემების დარეგულირებას და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხელნაწერების მემკვიდრეობის წინაშე არსებული გამოწვევების რეალური და ეფექტური გადაწყვეტისათვის. ასევე ვთხოვთ სამეცნიერო წრეებს და მთელ ქართულ საზოგადოებას შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში მხარში დაგვიდგნენ ხელნაწერების ცენტრის ინტერესების დასაცავად. ხელნაწერების ცენტრის სამეცნიერო საბჭო, ხელნაწერების ცენტრის თანამშრომლები. მე მინდა ჩვენ კოლეგებსაც სულ ორი სიტყვით ხოლო არიათი ასი მოგახსენოთ ცენტრთან დაკავშირებით მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ აქ შრომის გაწევრებისთვის და ალბათ ეხლა შემიძლია ახლა მე აქ უცხოურ ხალხსაც ვხედავ და ამიტომ ერთ რამეს მივყვი, რაც ყველა ჩვენი თანამშრომლისათვის ცნობილია. მე არა ვარ აქ შემთხვევით მოსული პირი. მე 53 წელს მოვედი პირველად გაშენეს იყო ხელნაწერთა გაუმყოფილება მუზეუმში. 70
9 წლიდან პროგრამაზე უსახდნენ იყავი ძველი ქართული ფილოლოგიის გამი. ხელმძღვანელი. ამას მე იმიტომ მოგახსენე, რომ უბრალოდ აი ამ წლების განმავლობაში აქ ყოფნის შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტს ჯერ და მერე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აწუხებს. ხელნაწერთა გამყოფილებიდან დაწყებული, როდესაც მუზეუმის შენობაში ვიყავით, დღევანდელი დღით დამთავრებული თანდათანობითი ზრდა აი ამ დაწესებულების პოტენციალის მიმდინარეობდა და დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაცია საქართველოში. მიუხედავად აი სიძნელებისა, რომელიც ბოლო წლებმა წარმომიჩინა, აქ მომუშავე ხალხმა აი საქმის სიყვარულით შეძლო წუთითაც არ შეეწყვიტათ ის დიდი მუშაობა, რომელიც აი აქ მიმდინარეობს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, როგორც ქართველოლოგიის ერთ-ერთ დიდ საფრთხეს იცნობენ არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. არ არსებობს ქართველოლოგი, რომელმაც არ იცოდეს ხელნაწერთა ცენტრის ამბავი. ბოლო ხანებში ეს საერთაშორისო კავშირები ისე გადიდდა, ისეთი მტკიცე გახდა, რომ უკვე ძალიან ბევრი პუბლიკაციები გვაქვს ჩვენ საზღვარგარეთ. წამყვანი მეცნიერები ევროპის ისეთ ქალაქებში, როგორც არის ფრანკფურტი, პარიზი და ასე შემდეგ, იცნობენ ხელნაწერთა მუშაობას, ხელნაწერთა ცენტრის მუშაობას, ჩამოდიან აქ და როგორც ზოგიერთ გონიან, ხელნაწერთა ცენტრი აქ მოწაფისა და მინდევრის როლში კი არ გამოდიოდა, არამედ გამოდიოდა და ღირსეულად გამოდიოდა როგორც მასწავლებელი და დამსახურებული კარგი მასწავლებელი მრავალი საკითხისა, რომელიც აინტერესებთ საზღვარგარეთ ქართველოლოგიის სპეციალისტებს. ამიტომ შეიძლება თავად ითქვას, რომ ეს ინსტიტუტი არის ინსტიტუტის ლაბორატორია, მაგრამ ალბათ ესის დაძაბულობა. ეს არის წამყვანი სამეცნიერო დაწესებულება. ვფიქრობ, რომ ამ წლების განმავლობაში მას სათანადო ყურადღება ჩვენი მთავრობისაგან ძალიან აგრია. იყო რა თქმა უნდა ცდები მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, მაგრამ ეს ცდები ბოლომდე არ იყო მოპარული. აი აქ არის 2-3 კიდევ ძველი თანამშრომელი, რომელთაც ახსოვთ 1972 წელს მოხდა რაღაც ხელნაწერები დაობდა და მაშინდელმა მთავრობამ წარმოიდგინა, რომ კომუნისტურმა მთავრობამაც კი ძალიან გულთან ახლო მიიტანა ეს ამბავი. აქ მოდიოდნენ, ამოწყებდნენ, მე თვითონ ძალიან ბევრ ადგილას ყოფილვარ, როდესაც ხელნაწერთა იმ დროს ინსტიტუტისათვის ეძებდნენ ადგილს, მოვლილი გვაქვს საქართველოს თბილისის გარეშემო უბნები და თბილისის ცალკეული რაიონები. ეს აღმოჩნდა ძალიან ძნელი თბილისის გეოლოგიური პირობების გამო. ისეთი შენობა, როგორც საჭირო არის ამის აი ხელნაწერების გასაცავად, ტექნოლოგიური თვალსაზრისით მაშინ ძალიან ძნელი გასაკეთებელი აღმოჩნდა. აი ახლა აქ ხედავ იშა კავკარიას, ერიკო კავიზაშვილს, მე სინამდვილე მბრალებს და მე ხედავ. მომეცით ხმა, ხომ ასე იყო? ხო იყო ასე.
იდეასთან ერთად, ეროსთან ერთად ხორცაბსურულად ჩვენ სხვადასხვა უბნებში ადგილების სანახავად. ხომ იყო ეს ასე? იყო რა თქმა უნდა ხელნაწერთა საცალი გარდა იმისა, რომ სამეცნიერო დაწესებულება არის, თავისი აგებულების მიხედვით სპეციფიკური შენობა მისთვის არ გაუქმდება ნებისმიერი შენობა. ემისათვის საჭირო არის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აგებული სპეციალური შენობა თავისი საცალით, თავისი ლაბორატორიებით, თავისი დამხმარე პერსონალით, დღეს უკვე ციფრული ტექნიკით და ასე შემდეგ. ჩვენ არ ვართ უმადურები, რასაც ვინ გამიკეთებს, არც რა თქმა უნდა მადლობელი ვიქნები. იმიტომ რომ ის რაც ამჟამად არის, არ არის საკმარისი, მაგრამ მე დოკუმენტებს და ასეთ მასალას არ ვიცნობ, მაგრამ აი ის მიხედვით, რაც მესმის ახლა გარშემო, არის ვითარება, როდესაც აი ამ არც თუ ვთქვათ სახარიერო გარემო უარესში უნდა რომ გადავყვანო. ეს გაუშვებელია. ასეთი დაწესებულების შედგენაზე, ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ ქართველი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები. როდესაც ეს ინსტიტუტი იყო სამეცნიერო საბჭოში, აქ იყვნენ აგარი შანიძე, აქ იყო არნოლდ ჩიქობავა, აქ იყვნენ ქიმიკოსები, აქ იყვნენ სპეცი და მე არ მახსოვს, რომ თქვათ არნოლდ ჩიქობავას ან აგარი შანიძეს სხდომა გამოეყობებინა. იმიტომ რომ ეს მიაჩნდათ მნიშვნელოვნად. აქ არის ძალიან ბევრი თუ არა ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომელიც აგარი შანიძემ მამაჩემმა თავისი ხელით ჩამოიტანა და შესწირა ამ დაწესებულებას. ასე რომ ეს რაც არის ხელნაწერთა ინსტიტუტი იქნება ცენტრი, ეს არ არის ვიწრო უწყებური დაწესებულება, რომელიც შეიძლება კაცთა თავისებაზე გახსნას ან დახუროს. ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთი რომელიმე სამინისტროს ყოფილება. ეს არის საერთო ქართული საგანძური. ეს არის ის, რომელიც ეკუთვნის მთლიანად ხალხს და როდესაც მის დედიღმავზეა ლაპარაკი, საჭიროა პირველ რიგში, მე მგონი, სწორედ იმათ დაეკითხოთ, ვინც აქ წლობით მუშაობს. აი შეხედეთ, ძველი თანამშრომლების ნაწილი უკვე ძალზე მოხუცებულია. ისინი ისეთ ხელფასზე მუშაობენ, რომელსაც წესიერი პენსიაც კი არ ჰქვია. ზოგიერთი მოდის, ფეხით მოდის. იმიტომ რომ ეს პენსია მას არ ყოფნის, მაგრამ მოდის, იმიტომ რომ აქ სამუშაო აქვს, ის სამუშაო, რომელსაც 10 წლების განმავლობაში ეწეოდა. ასე რომ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როდესაც ხელნაწერთა ცენტრზე ლაპარაკობდა, ის ასე ადვილად ხელწამოსაკრავი არ უნდა იყოს. ყველა თანამშრომელი მზად არის, როგორც კი შეუძლია დაიცვას ის. ნუ წავიდეთ ისე, რომ ჩვენ ვიღაცას ვეზინააღმდეგებით რაღაცა ახირებული მიზეზის გამო. თუ იქნება უკეთესობა, ჩვენ უკეთესისათვის მადლობელი ვიქნებით. მაგრამ ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ხელნაწერთა ცენტრი დღეს უარის პირობებში აღმოჩნდეს, ვიდრე ის აქამდე იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთხელ კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის არც ერთი სამინისტროს კუთვნილება. ეს არის საერთო ქართული კუთვნილება, ქართული ხალხის კულტურის საცალი და მას შესაბამისად უნდა დაბასებაც და მომხრობაც.
ხელნაწერები ჩვენს ეროვნულ ცენტრში გამგებლული ხელნაწერები არის ის უნიკალური ფენომენი, რაც განსაზღვრავს ქართველი ერის იდენტობას. ყველა ერი უთხრდება იმ საგანძურს, რაც მისი იდენტობის განსაზღვრებია. მოდი გადავიხედოთ მეზობელ სომხებთან. მათი ხელნაწერთა საცავი მაგერად არ არის, ისეთ ადგილას არის აღშენებული, ყველაფრისგან განსაკუთრებით მაღლა მთაზე საკუთრად აძარები, წმინდა აძარებით არის აგებული და წმინდა აძარებით აკვალსებენ მას სომხები. ჩვენთან რა ხდება? უბადრუკი შენობა, უბადრუკი ინფრასტრუქტურა, უბადრუკი მოსახლეები კაცი ვერ მოაღწევს. აქაური თანამშრომლის გარდა ძალიან უცვლელობებს მოსულა ხელნაწერთა ცენტრში, საქმიანობა ჩაყვაფეს ყველაფერი და უბადრუკი ხელფასები. ხელფასები არაფერს არ ვიცოდით, რომ ხედავდეთ, რომ ხელნაწერები არის დაფასებული, მაგრამ სამწუხაროდ არა მხოლოდ ადგილობრივი თანამშრომლები. აი გაიხედეთ ნებისმიერ გავლენას უბრალო ხალხს კი არა, ცოტა ზემდგომ ორგანოებში იკითხეთ ხელნაწერთა ინსტიტუტი რა არის გიპასუხებს. ასეთ დღეშია დღეს ჩვენი საგანძური. არა ვიღოთ რომ შავ მთაზე საბერძნეთში, კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს დღე-და-ღამით ბერმანაზებმა წიგნობრობა დღე-და-ღამით შექმნეს ეს უნიკალური ხელნაწერები და დაგვიდოვეს ჩვენ. იცით როგორი ლოზუნგი დატოვეს? ჩვენთა მომავალთა ნათესავთათვის. ესე იგი ჩვენთვის შთამომავლობისთვის დატოვეს ეს. ჩვენი დღეს როგორ ვიქცევთ, როგორ ვემხრობთ ამ საგანძურს. თანამშრომლები ილია აბულაძის გაზრდილი კადრები, ჩემი კოლეგი ხალხური ცეკალაძე ხუცესი, ღვაწლმოსილი ბეცნიერი და სხვები კი ვიცით და გრძნობ იმ დიდ სიყვარულს, რაც სჭირდება ამათ, მაგრამ სამწუხაროდ თან გადის დრო და ინტერესის სწრაფვა, ზრუნვა ამ ხელნაწერების მიმართ თანდათან ნელდება. სანამდე უნდა გაგრძელდეს, ნუ თუ მეათე საუკუნიდან, მერვე საუკუნიდან გამოსული და შემორჩენილი ხელნაწერები 21-ე საუკუნეში უნდა განადგურდეს და დავიწყებას მიეცეს. ამიტომ ვისურვებდით, რომ ცოტა მეიყურებება, არ ვითხოვთ ხელფას, თანახმად იმაზე, რაც აქვს ამასილარი, მაგრამ შენობა აუგეთ შესაფერისი, რომ მომცველმა უცხოელმა იქნება ისთვის და დაინახოს თურმე რა მქონია, რა შეუძლია ჩვენს წინაპრებს და დღეს როგორი საგანძური გვაქვს. ვიცლო ეს მე ვიმთავრება შეიცვალა ჩემი ხელნაწერთა ცენტრში არსებობის ჟამს. ყველა ვფიქრდებოდა უკეთეს შენობას, მაგრამ მთავრობები შეიცვალა, იცვლებოდა და ხელნაწერების მიმართ არაფერი არ შეცვლილა. ვიცლო ეხლა მაინც გავხიზდეთ და დავაფასოთ ის საგანძური, რაც დიდი წინაპრებისგან დარჩა ქართულ ერს. სასიკაკულოდ და საამაყოდ არა მარტო ჩვენად, არამედ მთელს უცხოელები გამავიწყდა. მე ვთქვა, უცხოელი კრებულები რომ ჩამოვიდა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, გამომცემლები არიან, რა საგანძური გაგაჩნიათო. მე რა დღეშია დღეს ეს საგანძური. მე გორიშევი უფროსი თავის გამომადგენლებთან თუმაც დავასწავლე, მაგრამ ერთი რამე მითხრა. ხელნაწერების მომხილება სიყვარული შესახება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიართოს ამას ყურადღებას აკრძალვა თავი. დღეს არავისთვის არ არის დასამალო დოკუმენტირების დაფისა და პროცესებში ახალგაზრდებს მაინც არაფერი იზიდავს ძეგლი ხელფასების გამო. ბოლო წლებში ამ ცენტრში დაიწყო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ამ ცოდნის საზოგადოებასთან გატანის,
საზოგადოების აგენტების თვალსაზრისით შეხედეთ რამდენი ახალგაზრდა აქვს მოსული, სწორედ იმ წელიწადზე, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ცვლილება დღეს, რომელიც შეეხება ჩვენ ცენტრს და შეეხება ჩვენი ცენტრის მართვას პროგრამებს ჩაშლის ამ საკმაოდ საქმესა. მე ვფიქრობ, რომ აი ამაზე ძალიან სერიოზული დაფიქრება მართებთ იმათ, ვინც აპირებს, რომ რაღაცნაირად აი ეს პროცესები შეაშენოს. მარტო ამის მამინდოდა დანარჩენს ჩემზე უკეთ მოგახსენება ეცვალა. Atunci zazale este scop, aveți discuții să te și bază de discuții. Tbilisis
ცენტრში. ისე რომ ყველა გამოვლენას ტურისტული ჩვეულებრივი მოქალაქე ჩვენ უნდა შედიოდეს მაშინ სულიად დავითვისაც კი მოულოდნელად. ერთხელ მახსოვს რომ ერთი უცხოელი ჩამოსულია და შემოვიდა ჩვენთან კაბინეტში და თქო დაეთვალიერებდა და ამისორი შანსობით გამოვიდა რომ დაატონია გამოვიდა ისევ ჩვენთან და მისცა ძალიან ხოთო ხო ჩემი მეუღლე და მოუყვანო და აღნიშნა რომ მისო პროფეს საუბრობ ესე იგი ჩემი აზრით ეს არის სახელმწიფო დაწესებულება ჩვეულებრივი და სიმბოლო სახელმწიფოში ამას უნდა სათავეში ჩაუდგეს მეუღლეობა სახელმწიფო შესაძლო პრემიერ-მინისტრის დონეზე ან პარლამენტის დონეზე ისე როგორც ძველი სახელმწიფოების საჯარო ბიბლიოთეკა ასეთე უდესეირდა. მე იმედი მაქვს რომ ეს შემდგომი აქტებს სადაც საჭიროა ალბათ პროექტი. და ხალხობასაც ხალხობა შემოგვისწეს ხო დიდი მადლობა სიტყვის დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის დასახელება მე ხოლმე ცენტრში 2008 წლიდან მუშაობ და აქ მუშაობის პერიოდში მივიდა ისეთი პროფესიული გამოცდილება რომელსაც ალბათ წლებში ვერ ამოვიკითხავი ეს იყო აქ მუშაობა პროფესიონალ ადამიანებთან ურთიერთობის და აქტიური კოლექციის გაცნობის გზით მიღებული ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება ჩემს დავაფიქსირებდი რომ ჩემი აზრით არასამართლიანი და არაობიექტურია გადაწყვეტა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტიური კოლექციის ბედი აქ მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციებისა და მათი აზრის გაფორმების გარეშე ჩემი პოზიცია დღეს ასეთი გახლავთ რომ აუცილებელია რომ ცენტრთან დაკავშირებული აქტიური კოლექციასთან დაკავშირებული პოლიტიკის საკითხი და პრობლემა გადაწყვეტს გამოგვარდეს აქ მომუშავე მართლაც ვაწმოფსილი და ძალიან დიდი ვაწმის მქონე ადამიანების ხალხის გუშინდაყრების მათი აზრის გაფორმების და მათი კონსულტაციის შედეგად ძალიან სასიამოვნო იქნებოდა ჩვენი მხრიდან სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგინებოდა ასეთი ნაბიჯი იქნებოდა ნამდვილად ყოველდღიური კონსტიტუციური თანამშრომლობა სადაც გაფორმებული იქნებოდა უკაცრავად ბიუჯეტ გაუგებრობა მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ რომ აუცილებელია აქ მომუშავება ჩვენ მოვისმინეთ და პროფესიონალობის გამოსვლებიდან მათი აზრის და მათი შეხედულების განთავსება მათ ყველაზე უკეთესია დაჭირდება ხელნაწერებთან როგორ უნდა გადაწყვეტს ეს ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა ზიას ულაძეს ხო
კომუნიკაცია გვაქვს სახელმწიფო მოწვევებთან, რომ გადაწყვეტილებული იყოს მიღებული ისეთი როგორიც სწორედ საქმის გამოადგება და ჩვენს შესაძლებლობებს უფრო მიზიდოს და საინტერესოს გახდეს ისეთ ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მოსახლეობისათვის საერთოდ ფართო საზოგადოებისათვის. Nemůžu počas a jenom zase povolili si to. Můžeme být, třeba budeme obstávat saury, svoje problémy, možná budeme nahodnout závis. Můžeme tady budeme dávat. Azim funkčuje, a to je výborné. Mesela spontánní reakce je, můžeme to dávat na novou mašinu, takže se nám sad, velazím dávat problém. Tam realizi sol, archeva, demandeli, características da descrição do estudante, sucobir casa, para uma serviço, para desenvolver facetas. Da, ele problema que a gente tem muito a problema de casa. A gente sabe isso é que show da serviço, ou seja, da desenvolvimento. Canal show de saas, ao parecer, Matias, o governo leva a meu santo caso. Ჩვენ ამას ვაპრობთ, ეს არის ჯგუფები, იმიტომ რომ ეს არის რომელიმე სამართო, ეს არის რომელიმე ეპარლამენტი, რომელიმე უსწრებს, ეს არის ზოგადად ეროვნული დაწესებულება და შესაბამისად აქედან გამომდინარე ამ დაწესებულებას აცებული შესაბამისი შენობიდან დამთავრებული ფიქსებული და ადეკვატური ანაზღაურება ყველაფერი შედება შესაბამისად აქედან გამომდინარე ამას ვერ ხედავთ ჩვენ სამართალს როდესაც მე ამას ვამოხსოვარ ამას მე არ მიხარ ამას მაგრამ ვერ ხედავ იმამდე სამართალს ვერ ვამოხსოვდა და ეს იათ აშკარად ეს არის შესაძლებელი ეს ტენდენცია თუმცა აი ესეთი ფიქსებული არ შემოგვიდა ადამიანები ასე პროცესის ასაკიდან და ოთახიდან დამთავრებული ხალხი რომელიც მუშაობდა ისი დაახსოვს უხილსეულეს ალზე ფიქსებული ადამიანები მათი აზრის უყურებელობა საკითხების გადაწყვეტა ეს არის ყოველგვარი გულმოდგინე და ეს პრაქტიკა სამწუხარო გამოიხსენეს სამწუხაროდ პირიქით რომელიც აღარაფერს არ აქვს გამოიხსენეს და ამის დავიხსენე და ეს უნდა გამოსწორდეს აუცილებლად ეს საკითხები რომელიც მიმართვაში მოსაუბარი რომელიც სკოლებმა მოგახსენეს ეს არის ის საკითხები რომელიც პრობლემია გადაწყვეტილების სამისთვის რომელიც აი ამ პრობლემების გამზირზე ძალიან პრობლემი გახდა სამინისტროსა და გადაწყვეტილების სამისთვის ურთიერთობის კონტექსტში საკითხები არის მოსაბერებელი, ხუვარის ფორმები არის და არაადეკვატური შეშეფებაში. მე უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოწვევის გამიგან ხოლოს გურგის სულსივით კიდევ მიმართოს დროადად საზოგადოებას შემიძლია დაგიხადოთ პროგრამის შეავები პირველად საზოგადოებიდან პარდონ საზოგადოებაში ხო
ცენტრი ჯერ ვინცას მუშაობა. სპეციალისტი რა, ალავერს გადასწრება. საერთოდ რაღაც აი რა ეს სუჩეში ავტოპროგრამის და ეს ყველას აცილებით გადაშიება. აქედან მოვაყოთ ფარაში შემოხედოს ვისაც ეცემა. დონს მოდის და მოვაყოთ ხელს იმ საქმეში, რომელიც არაფერი არ არის. დონს მოდის აღარ თანამშრომლები ვაკადო მენაუწოდი ანუ რა გამედა თარაფშარი. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზმის, ხალხის და როგორც ყოველთვის ყველაზე დაეროვნული ცენტრი თავის მიღწევებსაც, პრობლემებს აკეთებსაც, საზოგადოებას მიაწვდის და ჩვენი ძალიან დიდი აქტივი და ძალიან დიდი დადებითი რაობა ჩვენი გასწრება ამ გასწრების შედეგი არის, როდესაც ჩვენ მიღწევებისა და ჩვენი პრობლემების განაცემას ჩვენი საზოგადოებას. ძალიან დიდი მადლობა ხალხისთვის, დიდი მადლობა ბრძანებისთვის და მოკლედ შეგვიძლია გეჩვენოთ.